გადავინაცვლოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, სადაც ჩვენი ჟურნალისტი გვანცა ჩარგაზია იმყოფება. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით წამყვანებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მე გარემოს ეროვნული სააგენტოდან გიერთდებით. ბოლო დღების ამინდს თუ შევაჯამებთ იანვრის ბოლოს, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიდარა და ტემპერატურა მათ საგრძნობლად მოიმატა, თუმცა პირველი თებერვლიდან ამინდი შეიცვალა. საინტერესოა, როგორი ამინდი გველოდება მიმდინარე კვირაში, ამას კი უფრო ცვლად გვეტყვის დოდო გვაზავა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზების განყოფილების უფროსი. დილამშვიდობისა. დასაწყისით აღნიშნეთ, რომ თებერვლიდან უკვე ამინდის ცვლილება შეინიშნებოდა. მოდი დავიწყოთ დასავლეთით, როგორი ამინდია დასავლეთში მიმდინარე კვირაში მოსალოდნელი. დღეს 2 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შემოსვლას იწყებს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი ჰაერის მასები, რომლის გააქტიურებას ველოდებით 3 თებერვლიდან, ამიტომ ინტენსივობა თუ დღის მეორე ნახევრიდან არის მოსალოდნელი წვიმა, რასაც თან ერთვის ცალკეულ რეგიონებში აღმოსავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი, უკვე 3 თებერვლიდან აქ პროცესი შეიცვლება, რადგანაც ეს ცივი ჰაერის მასები დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შეინარჩუნებს ნალექს, ზოგან ძლიერს და დღის ბოლოს არ არის გამორიცხული, რომ მთლიან რაიონებში წვიმა თოვლში გადავიდეს და მაღალმთაში თოვდეს იქნება. ტემპერატურის კლება დაიწყება სამში, რომელიც შენარჩუნდება ნალექთან ერთად 4 თებერვალს და დღის ბოლოს უკვე დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს. 5-ის ღამის საათებში მოსალოდნელია ღამის მინიმალური ტემპერატურის 0 გრადუს ქვევით დაკლება ეს დაბლობ რაიონებში, რასაც ვერ ვიტყვით შავი ზღვის სანაპირო მიმდებარე ქალაქებში, ეს ბათუმი, ფოთი, აქ +2-3 გრადუსი არის ნავარაუდები 5 თებერვლის ღამის საათებში. აგრეთვე გაძლიერდება ყინვა მთიან და მაღალმთიან რაიონებში და უკვე 5 დღისით ჰაერის ტემპერატურა კვლავ მომატებას დაიწყებს და შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურები დაახლოებით 18-19 გრადუსი 7 თებერვლის ჩათვლით და 8-ში შესაძლებელია კვლავ არამდგრადობა დაიწყოს. აგრეთვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 5-6 თებერვალს სამეგრელო ზოგიერთ რაიონში გაძლიერდება აგრეთვე უკვე აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. კი ბატონო, ზამთრის კურორტებიც არ გამოგჩეთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი ზამთრის კურორტებზე მიმდინარე კვირაში? ხომ არ უნდა ელოდნონ თავს? დიახ, ამ პროცესიდან გამომდინარე, უკვე 2-ში ეს სამცხე-ჯავახეთის კურორტებში ყველგან თოვდეს იქნება, თოვა შენარჩუნდება აქ ბაკურიანი, ახალქალაქი და მიმდებარე მაღალმთიანი რაიონებში. თოვა გაგრძელდება 4 თებერვლის დილის საათებამდე, უკვე 4-ში შესაძლებელია გამოიდაროს, მაგრამ თოვლის საფარველი მოიმატებს და 5-ში უკვე ღამით ყინვა გაძლიერდება, მთიან რაიონებში დაახლოებით 10 გრადუსამდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში არის გამორიცხული 10-12 გრადუსი იყოს ყინვა. გამოდარება დაიწყება 5 თებერვლიდან სამცხე-ჯავახეთში, სამცხე-ჯავახეთს ეხება და აქ უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება კვირის ბოლომდე. გადმოვინაცვლოთ მაშინ აღმოსავლეთში, როგორი ამინდი გველოდება მიმდინარე კვირას აღმოსავლეთში, ხომ არ არის მოსალოდნელი ქარი, ან ნალექი თუნდაც წვიმის ან თოვლის სახით? აღმოსავლეთი იგრძნობს იმ ცივი ჰაერის მასების შემოსვლას, რომელიც დასავლეთშია ნავარაუდები. 3 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან აქ ნალექი უმეტეს რაიონში იქნება 3-ის ჩათვლით, მაგრამ 3-ის დღის მეორე ნახევრიდან ქართან დაკავშირებით ნალექის ინტენსივობა შესუსტდება, ზოგიერთ რაიონში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც გამოიწვევს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ქარბუქებს. ამიტომ 4-ში უკვე დღის ბოლოს კახეთის რეგიონში წვიმა თოვში გადავა და შედარებით გამოიდარებს, როგორც გეუბნებით, 7 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან. გადმოვინაცვლოთ მაშინ დედაქალაქში და როგორი ამინდი გველოდება დედაქალაქში დღეს და რა თქმა უნდა სხვა დღეებშიც. დედაქალაქში დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდეს. წვიმა შენარჩუნდება 3 თებერვლის დღის პირველ ნახევრამდე. დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება კლება, რასაც თან ახლდეს იქნება ქარის გაძლიერება, დროგამოშვებით ქროდეს იქნება ძლიერი დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც 4-ში შენარჩუნდება განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. საღამოს საათებისკენ უკვე შესუსტდება ქარი. დღის ბოლოს შესაძლებელია
კვლავ განახდეს დედაქალაქში ნალექი. ნალექი შესაძლებელია ხუთი ტემპერატურის დაკლებასთან დაკავშირებით ღამის საათებში უარყოფითი ტემპერატურის მომატება არის საერთოდ ნავარაუდები. ამიტომ შემოგარენში შესაძლებელია წვიმა თოვჭყავში მაინც გადადიოდეს დედაქალაქში. 5-6 დედაქალაქში იქნება უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ნისლი და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება დაბალი. დაბალი იქნება ღამის მინიმალური ტემპერატურაც 0-თან ახლოს და დედაქალაქში დღის მეორე ნახევრიდან არის 7-ში მოსალოდნელი უკეთესი ამინდი მზიანი. მადლობა ამ მომწურავი ინფორმაციისთვის. მე კი ვეტყვი მაყურებელს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოდან გიერთდებოდი და როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარე კვირა იქნება არამდგრადი ამინდი. მე გემშვიდობებით და გისურვებთ ბედნიერ დღეს.